სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ დღეს ახალ აღთქმას, მათეს სახარებას გავაგრძელებთ მე-18 თავს, რომელიც არის მე-15 ნაწილი Warren Wiersbe-ის კომენტარებიდან. ეს ესე დაასათაურა, მეფის საყვედური. თუ მიაქციეთ ყურადღება, ყველგან ლაიტმოტივად გაზრდებს მეფე, იმიტომ რომ მათე წარმოაჩენს იესო ქრისტეს როგორც მეფეს. და ეს არის უფრო ებრაელების საყურადღებოდ და Warren Wiersbe-იც მიყვება ამ ტრადიციას და ასათაურებს თითქმის ყველა ნაწილებს მეფე გახსოვთ ხომ? მეფის ატრიბუტები, მეფის თვისებები და ეხლა მეფის საყვედური. და ვნახოთ ვის საყვედურობს მეფე, მოდით წავიკითხოთ ჯერ მე-18 თავი. იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და კითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში? იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა. თქვა: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში. ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში. ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მემღებულობს, ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა კიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო. ვაი წუთის სოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩინო სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში. ფრთხილად, აბუჩად არაიოთ არცეთი ამ მცირეთაგანი. გეუბნები თქვენ, რომ მათი ანგელოზების ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერის მამის სახეს. ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა. როგორ ფიქრობთ, კაცს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს 99-ს და არ წავა გზა აბნეულის მოსაძებნად? და მოხდება და იპოვის. თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე 99-ზე, რომლებსაც გზა აბნევიათ. გზა არ აბნევიათ. ასევე არ უნდა თქვენს მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი. თუ შენი ძმა შეცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტო იქნებით. თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა 2 ან 3 მოწვეს პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარე, ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის როგორც წარმართი ან მებაშე. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდან სადაც 2 ან 3 შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და კითხა: უფალო, რამდენჯერ უნდა მიუტოვო ჩემ ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესწოდავს? 7 ჯერ? უთხრა მას იესო: არ გეუბნები 7 ჯერ მეთქი, არამედ 70 გზის 7 ჯერ. ცათა სამეფო გავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. ანგარიშის სწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი 10,000 ტალანტი ემართა. და რა კი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა რომ ვალი დაეფარა. მაშინ პირქვე დაემხო მონა თაყვანისა და უთხრა: სულ გრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა. დაიჭირა, ყელში წვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამ ხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულ გრძელი იყავი ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ. მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ, რა კი მთხოვე, მე მთელი ვალი გაბატიე. განა არ გმართებდა ისევე შეგაწყალებინა შენი ამ ხანაგი, როგორც მე შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯოლებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევს თავის ძმას მის შეცდომებს. მის შეწოდებებს.
ძალიან საინტერესო ის არის და ძალიან საინტერესო კომენტარს გააკეთებს თუ რამხელა პასუხისმგებლობა ჩვენი მხრიდან ქრისტიანების მხრიდან აქ ლაპარაკია ბავშვებზე პირდაპირ გაგებით და ასევე ლაპარაკია მორწმუნეებზე რომლებიც არიან ღმერთისთვის მისი შვილები რომ ფრთხილად უნდა მოვეპყრათ მათ მეფის საყვედური რატომ უჭირთ ზოგიერთ ღვთის შვილს ერთმანეთთან შეგუება ერთ ლექსში, რომელიც მოვისმინე, პრობლემა იდეალურად არის გადმოცემული. მაღლა ცხოვრება წმინდანებთან ერთად, რომლებიცაც გვიყვარს, დიდება იქნება. დაბლა ცხოვრება წმინდანებთან ერთად, რომლებსაც ვიცნობთ, ეს კი სულ სხვაა. დღესდღეობით ქრისტიანებს შორის ამდენი განხეთქილებისა და უთანხმოების გამო, ჩვენ გადაუდებლად და წყალივით გვჭირდება ის, რასაც მათეს ეს მე-18 თავი გვასწავლის. იესომ გაკიცხა თავის მოწაფეები მათი სიამაყისა და მიწიერის სიდიადის სრულის გამო და მან ასწავლა მათ სამი აუცილებელი რამ ერთიანობისა და ჰარმონიისათვის ღვთის ხალხს შორის. პირველი არის თავმდაბლობა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ პირველიდან მე-14 მუხლებში. ვიღაცამ ზუსტად განსაზღვრა თავმდაბლობა, როგორც ის მადლი, რომელიც როცა იცი რომ გაქვს, დაკარგავ მას. კარგად ითქვა, ჭეშმარიტი თავმდაბლობა არ არის საკუთარ თავზე ცუდად ფიქრა, ეს უბრალოდ საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობსო. თავმდაბლობის აუცილებლობა, პირველი მუხლი. რომელია ჩვენ შორის დიდი? მოწაფეებს შორის განხილვის ეს თემა არაერთხელ იყო დასმული. და ეს ხშირად გვხდება სახარების ჩანაწერებში. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით პეტრესთან დაკავშირებით პრობლემა გაამწვავა. ბოლოს და ბოლოს ხომ გახსოვთ, პეტრე წყალზე დადიოდა, უფალთან ერთად თაზეც იმყოფებოდა და სასწაულებრივად მას გადააუხადეს ტაძრის გადასახადის, გახსოვთ, თევზი, როდესაც იესომ უთხრა რომ თევზი დაეჭირა. ის ფაქტი, რომ იესო მოწაფეებს უზიარებდა ჭეშმარიტებას მისი მომავალი ტანჯისა და სიკვდილის შესახებ, მათზე გავლენას არ ახდენდა. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, თუ რა პოზიცია, რა ადგილს დაიკავნენ იესოს სამეფოში. მოწაფეები იმდენად იყვნენ ჩაფლული ამ საკითხში, რომ ერთმანეთთან კამათობდნენ, ამას ლუკას სახარების მე-9 თავიც გადმოგცემს. ღვთის ხალხის ეგოიზმი და უთანხმოება ქრისტიანული რწმენის ეს სკანდალია. რა იწვევს ამ პრობლემებს? პირველ რიგში ეს არის სიამაყე, რომელიც საკუთარი თავის უფრო მნიშვნელოვად აღქმას ემსახურება, ვიდრე სინამდვილეში ის არის. სწორედ სიამაყე მიიყვანა ადამიანი კაცობრიობა ცოდვაში, დაბადების მე-3 თავის მე-5 მუხლი. როდესაც ქრისტიანები ცხოვრობენ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის, მაშინ გარდაუვალია კონფლიქტი და განხეთქილება. ფილიპელთა წერილი 2:1. თავმდაბლობის მაგალითები. მოწაფეები სუნთქვა შეკრულები ელოდნენ იესოს, რომ დაესახელებინა მათ შორის ყველაზე დიდი ადამიანი, მაგრამ მან ისინი სრულიად გვერდზე გაწია და პატარა ბავშვი ჩააყენა მათ შუაგულში. ეს ბავშვი კი ნამდვილი სიდიადის მაგალითი იყო. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, საკუთარი თავის მიღებას და საკუთარი თავის ყოფნას საუკეთესოდ ღვთის სადიდებლად. ეს ნიშნავს ორ უკიდურესობის თავიდან აცილებას. პირველი, საკუთარ თავზე ნაკლები ფიქრი ვიდრე ეს საჭიროა, როგორც ეს მოსემ გააკეთა, როდესაც ღმერთმა მოუწოდა გახსოვთ, გამოსulis წიგნის 3:11-ში უთხრა მოსემ ღმერთს, ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი? ან საკუთარ თავზე მეტი ფიქრი ვიდრე საჭიროა, რომელთა 12:3. მე პირველი მუხლიდან წაგიკითხავთ. ამიტომ გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგზრომის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმინდა ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთის სოფელს, არამედ გარდაი სახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ თუ რა არის ღვთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყველა თქვენგანს. თქვენ თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრეთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთა რომ გიწალადათ თითოეულს. ჭეშმარიტი და თავმდაბალი ადამიანი არ უარყოს ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს, არამედ მათ ღვთის სადიდებლად იყენებს. უმანკო ბავშვს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ასეთ თავმდაბლობას განაპირობებს. პირველი არის ნდობა, მეორე დამოუკიდებლობა,
უკაცრავად დამოკიდებულება, სხვების გაბედნიერების სურვილი, ტრაბახის ან ეგოისტური სურვილის არარსებობა, ასევე არარსებობა სხვებზე განდიდების. ეს ყველაფერი ბავშვის თვისებებია. ბუნებით ყველანი ვართ მეამბოხეები, რომლებსაც სახურების ნაცვლად ცნობილი სახეები გვინდა რომ ვიყოთ. თამდავლობის გაკვეთილის შესასწავლად დიდი სწავლებაა საჭირო. მოწაფეებს სურდათ სწონოდა თუ ვინ იყო უდიდესი უფლის სამეფოში. მაგრამ იესომ გააფრთხილა ისინი, რომ თამდავლობის გარეშე ისინი საერთოდ ვერ შევიდოდნენ ასეთ სამეფოში. ისინი უნდა მოქცეულიყვნენ, აზროვნება შეეცვალათ, თორემ ვერასოდეს მიაღწევდნენ დასახულ მიზნას. როგორც ჩანს, ამ უხლებში იესო ორ ცნებას აერთიანებს. ადამიანი როგორც თამდავლობის მაგალითი და ღვთის შვილი ასაკის მიუხედავად. როგორც ქრისტიანებმა ჩვენ არამხოლოდ პატარა ბავშვები უნდა მივიღოთ იესოს გულისათვის, არამედ ყველა ღვთის შვილიც უნდა მივიღოთ და ვემსახუროთ მათ. რომაელთა 14:1. სერიოზული საკითხია ბავშვის ცოდვაში ჩაგდება ან მისი შეცდომაში შეყვანა. ისეთივე სერიოზულია სხვა მორწმუნის დაბრკოლებაში ჩაგდება ჩვენი ცუდი მაგალითისა გამო. იგივე რომაელთა მე-14 თავი და 1 კორინთელთა მე-8 თავი. ამას გადმოგცემენ. ჭეშმარიტი თამდავლობა სხვაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე. იესომ ახსენა, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს 4 განსხვავებული დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და შესაბამისად ჭეშმარიტი თამდავლობის მიმართაც. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებივით ვიქცეთ უფლის წინაშე, ჭეშმარიტი თამდავლობით და ამავე დროს ასევე ჩვენ შეგვეძლოს ასეთი ბავშვების მიღება. იმიტომ რომ იესომ გვითხრა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მათ დაბრკოლებაში ჩავაგდებთო და საბოლოოდ მათ ზიზღითაც კი მოვეკიდებითო. საშიშია ბავშვზე ზემოდან ყურება, რადგან ღმერთი მათ ძალიან აფასებს. როდესაც ჩვენ მივესალმებით ბავშვს, ან და ქრისტიან მორწმუნეს, ჩვენ მივესალმებით ქრისტეს. ჩემის აზრით, ა ブラ ამის დალოცვა ებრაელების მიმართ ეხლა ქრისტიანებზეც ვრცელდება. მამა ზრუნავს მათზე და ანგელოზები იცავენ მათ. კეთილი მწყემსის მსგავსად ღმერთი ეძებს დაკარგულებს და იხსნის მათ და ჩვენ არ უნდა დავუღუპოთ ისინი. თუ მწყემსი ზრდასრულ სხვას მისდევს, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან დაიცვას ბატკნები? ბავშვთა უგულოყოფისა და მათზე ძალადობის ამ დღეებში ჩვენ სერიოზულად უნდა მოვიკიდოთ ქრისტეს გაფრთხილებას. უჯობესია კისერზე მძიმე დოლაბით დაიხრჩო, ვიდრე ბავშვზე იძალადოთ და ღვთის სამჯაროს წინასე წარსდგეთ. გვეუბნება იესო ქრისტე. შემდეგი არის თამდაბლობის ფასი. ჭეშმარიტი და თამდაბალი ადამიანი ეხმარება სხვებს აღშენებაში და არა მათ დანგრევაში. ის საფეხურია, რომ ავიდეს მასზე და აშენდეს ადამიანი და არა დაბრკოლება. ამიტომ ყველაფერი, რაც მაბრკოლებს, უნდა მოშორებული იქნას შევიცხოვრებიდან, რადგან თუ ასე არ არის, მე სხვებსაც დავაბრკოლებ. იესო მსგავსი სიტყვები წარმოთქა თაზე ქადაგებისას, გასვოთ მათესახარება მე-5 თავი. და პავლემ გამოიყენა თვალი, ხელი, ფეხი, რათა ეჩვენებინა ქრისტეს სხეულის წევრების ურთიერთდამოკიდებულება. 1 კორინთელთა წერილის მე-12 თავში. თამდავლობა იწყება თვით შემწეობით და გრძელდება თვით უარყოფით. იესო არ გულისხმობდა, რომ ჩვენ დავისახიჩრო ჩვენი სხეული, რადგან ჩვენი ფიზიკური სხეულის დაზიანება ვერასოდეს ვერ შეცვლის ჩვენი გულის სულიერ მდგომარეობას. პირიქით, ის გვასწავლინდა, რომ ჩავატაროთ სულიერი ოპერაცია საკუთარ თავზე, მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვაბრკოლებს, ან სხვებს დააბრკოლებს. თამდაბალი ადამიანი პირველ ადგილზე იესოსათვის ცხოვრობს და შემდეგ კი სხვებისთვის. ის საკუთარ თავს ყველაზე ბოლოში აყენებს. ის სიამოვნებით ართმევს თავს, კარგ ნივთებსაც კი, თუ ეს სხვას გააბედნიერებს. შესაძლოა ამაზე საუკეთესო კომენტარი იყოს ფილიპელთა წერილის მე-2 თავი. 1 და მე-18 მუხლების ჩათვლით. მე რამოდენიმეს წაგიკითხავთ. მე-5 მუხლიდან. ის ზრახვანი იკონია თქვენში, რაც ქრისტე იესოშია. მან თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო. გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაეს სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრგოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწის ქვეშეთმა და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად. შემდეგი თავი არის პატიოსნება.
ამას გადმოგცემს ამ მე-18 თავის მე-15 და მე-20 მუხლები. ჩვენ ყოველთვის არ ვავლენთ თამდაბლობას. არის შემთხვევები, როდესაც განზრახ თუ გაუცნობიერებლად ჩვენ ვაწყენინებთ ხოლმე სხვებს და ვტკენთ მათ გულებს. ძველი აღთქმის კანონიც კი აღიარებდა უმეცრების ცოდვებს. რიცხდა წიგნი 15:22 და დავითიც ლოცულობდა, რომ განთავისუფლებულიყო ფარული ცოდვებისაგან ფსალმუნი 12 მუხლი, რაც ნიშნავს მათეს 18:53 ცოდვებისაგან, რომლებიც დაფარულია ჩემი თვალთაგანაცკიო. რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც სხვა ქრისტიანმა შესოდა ჩვენს წინააღმდეგ ან დაგვაბრკოლა? ჩვენმა უფალმა რამდენიმე მითითება მოგცა. პირველ რიგში, შეინახეთ ეს საკითხი საიდუმლოდ. მიმართეთ იმ ადამიანს, ვინც შეცოდა და ესაუბრეთ მას მარტო, ერთ-ერთზე. შესაძლებელია, რომ მან ვერც კი გააცნობიეროს ის თუ რა ჩაიდინა. ან მაშინაც კი თუ ეს განზრახ გააკეთა, თქვენივე მორჩილების დამოკიდებული სიყვარული დაეხმარება მას მონანიებასა და ბოდიშის მოხდაში. უპირველეს ყოვლისა, მიდით მასთან თქვენი ძმის მოგების იდეით და არა კამათის მიზნით. შესაძლებელია მოიგოთ კამათი, მაგრამ დაკარგოთ თქვენი ძმა. როდესაც ვცდილობთ ძმის ანდის აღდგენას, უნდა გქონდეს თვინიერების და სიკეთის სული. გალალტელთა მე-6 თავი, პირველი მუხლი. არ უნდა დავგმოთ დამნაშავე ან გავავრცელოთ ჭორები. სიყვარულით უნდა ვეცადოთ მის დახმარებას ისე, როგორც გსურს, რომ ის დაგვეხმაროს, თუ სიტუაცია შეიცვლება. გალატელთა მე-6 თავის ამ პირველ მუხლში გამოყენებული სიტყვა აღდგენა ბერძნული სამედიცინო სიტყვა და ნიშნავს გატეხილი ძვლის გამთერლებას. დაფიქრდით, რამხელა მოთმინებასა და სინაზეს მოითხოვს ეს. დახმარებას თხოვეთ სხვებს. თუ დამნაშავე უარს ამბობს სიტუაციის გამოსწორებაზე, მაშინ შეგვიძლია თავისუფლად ვიგრძნოთ, რომ ეს ტვირთი ერთ ან ორ სანდო მორწმუნეს გაუზიაროთ. ფაქტები ისე უნდა გაუზიაროთ, როგორც ხედავთ და ძმებს ლოცვითი რჩევა ვთხოვოთ. ბოლოს და ბოლოს შეიძლება ვცდებოდეთ. თუ ძმები თვლიან, რომ საქმე სწორია, მაშინ ერთად შეგვიძლია კიდევ მივიდეთ დამნაშავესთან და კიდევ ერთხელ ვცადოთ მისი მოპოვება. ამ კაცებს არა მხოლოდ შეუძლიათ დახმარება ლოცვასა და დარწმუნებაში, არამედ შეუძლიათ იყვნენ მოწმეები ეკლესიისათვის საუბრის ჭეშმარიტების გასავრცელებელად. მეორე რჯულის მე-19 თავი და მეორე კორინთელთა მე-13 თავი ამაზე საუბრობენ. როდესაც ცოდვას პატიოსნად არ უმკლავდებიან, ის ყოველთვის ვრცელდება და დაავადებად იქცევა. ის რაც ოდესღაც ორ ადამიანს შორის იყო, ახლა 4 ან 5 ადამიანს მოიცავს. გასაკვირი არ არის, რომ იესომაც და პავლემაც ცოდვა საფუარში ადარეს, რადგან საფუარი ვრცელდება და ფუვდება. დახმარება შემდეგი უნდა ვთხოვოთ ეკლესიას. თუ რა თქმა უნდა არ მოусმინა ამ ჩვენ მეგობრებსაც. გახსოვდეთ, ჩვენი მიზანი არ არის კიდევ ერთხელ საქმის მოგება, არამედ ძმის მოგება. სიტყვა მოგებული მათეს სახარების მე-18-მე-15 თავში გამოიყენება ასევე პირველ კორინთელთა პირველ ეპისტოლეში მე-9 თავში დაკარგულთა მოგების აღსანიშნავად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გადარჩენილთა მოგება. ეს ჩვენი უფლის მიერ ეკლესიის მეორე ხსენებაა უკვე. პირველი გახსოვთ მე-16 თავში მე-18 მუხლში ახსენა და აქ მას მორწმუნეთა ადგილობრივი კრების მნიშვნელობა აქვს. ჩვენი უფლის მოწაფეები იზრდებოდნენ ბუნებრივია ებრაულ სინაგოგაში, ამიტომ ისინი იცნობდნენ საკრებლოს დისციპლინას. ის რაც ორ ადამიანს შორის კერძო პრობლემა დაიწყო, ახლა მთელი ეკლესიისათვის გახდა ცნობილი. ეკლესიის დისციპლინა დღესდღეობით უგულოყოფილი მსახურება, თუმცა იქ აქ ეპისტოლებში ისწავლება. პირველ კორინთელთა მე-5 თავი, მეორე თესალონიკელთა მე-3 თავი, მეორე ტიმოთეს მეორე თავი და ტიტეს მე-3 თავის მე-10 მუხლი. ისევე როგორც სახლში ბავშვებს სჭირდება დისციპლინა, ასევე ეკლესიაშიც ღვთისმშობლებსაც სჭირდება დისციპლინა. როდესაც საკითხი მთელ ეკლესიამდე მივა, მაგრამ დამნაშავე ჯერ მაინც არ შეუძლია აზრი და არ მოუნანიებია, მაშინ ის უნდა იყოს დისციპლინირებული. მას არ შეიძლება მოეპყრონ ისევე როგორც სულიერ ძმას, რადგან მას ეს თანამდებობა უკვე დაკარგა. მას მხოლოდ ეკლესიის გარეთ შეიძლება მოეპყრონ, მაგრამ არა როგორც მოძულებული და მტერი, არამედ როგორც ახლო ზიარებაში აღარ მყოფი. ანუ მას ზიარებაში უკვე აღარ ეძლევა მონაწილეობა და მას უკვე როგორც უცხოს გარეთ ისე ეპყრობიან მას და ვიმეორებ, არა როგორც მტერს და არა როგორც მოძულებულს. რათა თუ მოbrunდება, ისევ შეიძინონ ის. შემდეგი არის, რომ შეინარჩუნონ მორწმუნეებმა ადგილობრივი ეკლესიის სულიერი მდგომარეობა. მე-18-მე-20 მუხლები.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი კრება სულიერად საუკეთესო ფორმაში იყოს, სანამ წევრის დისციპლინა ხდება. როდესაც ეკლესია წევრის დისციპლინას ახორციელებს, ის სინამდვილეში საკუთარ თავს ამოწმებს და დისციპლინებას საკუთარ თავსაც უკეთებს. სწორედ ამიტომ დაამატა ჩვენმა უფალმა ეს სიტყვები ავტორიტეტის, ლოცვისა და ზიარების შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია სხვების დისციპლინა, თუ ჩვენ თვითონ არ ვართ დისციპლინირებულნი. რასაც არ უნდა უშვებდეთ კრებაზე, ჯერ ღმერთმა უნდა დაუშვას და იხილეთ მათეს მე-16 თავში გახსოვთ ეს კომენტარები. ეკლესია უნდა იყოს ღვთის სიტყვის ძალაუფლების ქვეშ. ეკლესიის დისციპლინა არ გულისხმობს ქრისტიანი პოლიციელების ჯგუფს, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ავრცელებენ სხვებზე. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ახორციელებს თავის ძალაუფლებას ადგილობრივი ორგანიზაციის მეშვეობით და მისი ერთ-ერთი შეცდენილი შვილის აღსადგენად. არა მხოლოდ სიტყვის ძალაუფლება უნდა არსებობდეს, არამედ ლოცვაც უნდა იქნეს აქ მოხმობილი. ბერძნულში სიტყვა შეთანხმება გვაძლევს ჩვენს ეგლისურ სიტყვას სიმფონია. ეკლესია ლოცვაში უნდა შეთანხმდეს, როდესაც ცოდვილს შეცდომაში შემყვანი წევრის დისციპლინას ახორციელებს. სწორედ ლოცვითა და სიტყვით ჩვენ ვადგენთ მამის ნებას ამ საკითხში. შემდეგი არის ბოლოს და ბოლოს უნდა არსებობდეს ზიარებაც. ადგილობრივი ეკლესია უნდა იყოს თაყვანისმცემელი საზოგადოება, რომელიც აღიარებს უფლის თანაყოფნას მათ შორის. ღვთის სულიწმინდეს შეუძლია როგორც დამნაშავე, ასევე ეკლესია და მას შეუძლია ცოდვის განჟა მათ შორის. ამას გადმოგვცემს მოციქულთა საქმეების მეხუთე თავი. დღეს ეკლესიაში პატიოსნების სასოწარკვეთილი მოთხოვნილებაა. სიმართლის თქმა სიყვარულით ღვთის სტანდარტია ეფესელთა წერილი 4:15. თუ სიყვარულს ჭეშმარიტების გარეშე ვავლეთ, ეს თვალთმაქცობაა. მაგრამ თუ ვცდილობთ, რომ ჭეშმარიტება გქონდეს სიყვარულის გარეშე, ეს შეიძლება სისასტიკეში გადაიზარდოს. იესო ყოველთვის ასწავლიდა ჭეშმარიტებას სიყვარულით. თუ სიმართლე ტკივა, ეს იმიტომ ხდება, რომ მეგობრების ჭრილობები რაღაცნაირად ერთგულია, იგავები 27:6. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თამდაბლობა უნდა იყოს პატიოსნებაზე წინ. ამაყი ქრისტიანი ვერ იტყვის სიმართლეს სიყვარულით, არამედ ის მისი ძმის ნაკლოვანებებს იარაღად გამოიყენებს, რათა იბრძოლოს, რომლითაც არა იარაღი, რომლითაც აღშენდება, რომელიც ასევე აღაშენებს მას, არამედ იარაღი, რომელიც დაჭრის სხვას. შედეგი კი იქნება მხოლოდ უფრო დისარმონია და მეტი უთანხმოება. ახალი აღთქმის ეკლესიის პირველი შინაგანი პრობლემა იყო არაკეთილსინდისიერება. ამას გადმოგვცემს მოციქულთა საქმეების მეხუთე თავი. ანანია და საფირა ცდილობდნენ ეკლესიის წევრები დაეჯერებინათ, რომ ისინი უფრო სულიერები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში. ისინი ატყუებდნენ საკუთარ თავს და ფიქრობდნენ, რომ ასეთ მასკარაც დაუსჯელი გაექცეოდნენ. ისინი ატყუებდნენ თანაქრისტიანებს და ეკლესიის ლიდერებს და ცდილობდნენ სულიწმინდის მოტყუებასაც. შედეგი იყო ძალიან საბედისწერო, მათი განკითხვა და სიკვდილი. ღმერთმა შეიძლება არ მოკლას დღევანდელ ეკლესიაში ყველა თვალთმაქცი, მაგრამ თვალთმაქცობა ნამდვილად ეხმარება ეკლესიის მოკლას. მეორე შინაგანი პრობლემა, ეს უკვე მოციქულთა საქმეების მე-6 თავშია გადმოცემული, უკავშირდებოდა ადამიანების უგულველყოფას. წევრები და ლიდერები ამ პრობლემას ჭეშმარიტებად სიყვარულით შეხვდნენ და შედეგი იყო კურთხევა. ამას სჭირდებოდა როგორც ჭეშმარიტება, ასევე სიყვარული და ორივე უნდა იქნას გამოყენებული თამდაბლობით. შემდეგ მუხლებში მიტევება. როდესაც ვიწყებთ ცხოვრებას თამდაბლობისა და პატიოსნების ატმოსფეროში, ჩვენ უნდა წავიდეთ გარკვეულ რისკებზე და ველოდოთ გარკვეულ საფრთხეებსაც. თუ თამდაბლობა და პატიოსნება არ გამოიწვევს მონანიებას, ურთიერთობები ვერ გამოსწორდება და ვერ გაძლიერდება. პეტრემ გააცნობიერება რისკები და კითხა იესოს, თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო ისინი მომავალში. მაგრამ პეტრემ დაუშვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა. დასაწყისისთვის მას თავად აკლდა თამდაბლობა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ძმა შესწოდავდა მის წინააღმდეგ, მაგრამ არა ის, რომ თავად ის შეეწინააღმდეგებოდა და შესწოდავდა მისი ძმის წინააღმდეგ, როცა არ აპატიებდა. პეტრეს მეორე შეცდომა იყო საზღვრების და ზომების დადგენა და მოთხოვნა. სადაც სიყვარულია, არ შეიძლება იყოს საზღვრები ან ზომები. ეფესელთა მე-3 წერილი ამაზე გვესაუბრება. პეტრე ფიქრობდა, რომ ის დიდ რწმენას და დიდ სიყვარულს ავლენდა, როდესაც შესთავაზა პატიება მინიმუმ 7-ჯერ თავის ძმას. ბოლოს და ბოლოს რაბინები ხომ ასწავლიდნენ, მხოლოდ 3-ჯერ იყო ეს საჭირო. ჩვენი უფლის პასუხმა 70-ჯერ 7-ჯერ, ანუ 490-ჯერ ალბათ
შოკში ჩააგდო პეტრე. ვის შეეძლო განა ამდენი დანაშაულის დათვლა და პატიება? მაგრამ ის იყო ზუსტად ის, რასაც იესო ხაზს უსვავს. სიყვარული არ ინახავს დანაშაულებს. 1 კორინთელთა მე-13 თავი. როდესაც ძმას ამდენჯერ ვაპატიებთ, უკვე ჩვენ გვექცევა ეს ჩვევად, პატიება და მიტევება. მაგრამ იესო არ გვირჩევდა რაღაცა ფუჭ და ზედაპირულ უყურადღებო მიტევებას. იმიტომ რომ ქრისტიანული სიყვარული ბრმა არ არის. ფილიპელთა წერილის პირველი თავი ამას გადმოგცემს. ქრისტეს მიერ მოთხოვნილი მიტევება ეფუძნება მის მიერ ასევე დადებულ ამ დისციპლინას, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ ეკლესიურ დისციპლინას. თუ ძმა განმეორებით ცოდვას ჩადის, უეჭველად ის იპოვის ძალასა და სიმხრივეს, რომ დაძლიოს ეს ცოდვა თავისი მოსიყვარულე და მიმტევებელი ძმების წახალისებით. მაგრამ თუ ის არ ჩერდება და არ იჯერებს და ეს მონანიება არის ძალიან თვალთმაქცი, რა თქმა უნდა, ამაზე წაყურება არ ეგეირება და ეკლესიის დისციპლინის ამუშავება ამაზე აუცილებელია. თუ ჩვენ ძმას მარტო განვიკითხავთ, მაშინ ყველაზე ცუდს გამოვავლეთ, მაგრამ თუ სიყვარულისა და მიტევების ატმოსფერო შექმნით, შეგვიძლია დავეხმაროთ უკვე ღმერთს, რომ გამოავლინოს მასში საუკეთესო მხარე. ეს იგავი სწორედ ასახავს მიტევების ძალას. მნიშვნელოვანი აღნიშნავს, რომ ეს იგავი არ ეხება ხსნას, რადგან ხსნა მთლიანად მადლითაა და უპირობოდ არის მოცემული. ღვთის მიტევების დროებითობა წმინდა წერილის ჭეშმარიტების დარღვევაა, რომალთა 5, ეფესელთა 2, ტიტე 3. ეს იგავი ეხება მიტევებას ძმებს შორის. კიდევ ვიმეორებ და არა დაკარგული ცოდვილების დამოკიდებულებას ღმერთისადმი. ამ თავში აქცენტი კეთდება ძმაზე, რომელიც ძმას პატიობს. ამ იგავის მთავარმა პერსონაჟმა უკვე გაიარა მიტევების 3 ეტაპი და ის მოვალი იყო. ეს კაცი მეფისაგან თანხებს იპარავდა და როდესაც წიგნები შემოწდა, მისი დანაშაული გამოვლინდა. პალესტინაში გადასახადების საერთო რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 800 ტალანტს ადგენდა. ასე რომ ხედავთ, რამდენად არაკეთილსინდისიერი იყო ეს კაცი. 10,000 ტალანტი იყო, ხომ გახსოვთ, რომ წავიკითხეთ ჩვენ. დღევანდელ მსყიდველობის უნარის თვალსაზრისით ეს ალბათ $10 მილიონ მეტის ექვივალენტური იქნება. და ამას 80-იან წლებში წერს წარმოედინეთ ჩვენი Warren Wiersbe, ასე რომ დღეს 2025 წელია. თითქმის შეიძლება 50 წელიც არის გასული აქედან. მაგრამ ამ კაცს სინამდვილეში ეგონა, რომ შეეძლო ვალისაგან თავის დაღწევა. მან მეფეს უთხრა, რომ საკმარისი დროის მიცემის შემთხვევაში ის შეძლებდა მის დაბრუნებას. აქ ჩვენ ორ ცოდვას ვამჩნევთ. პირველი სიამაყეს და გულწრფელი მონანიების ნაკლებულობას. ამ კაცს არ ცხენოდა, რადგან ფული მოიპარა, არამედ მას ცხენოდა იმის გამო, რომ იგი დაიჭირეს და მხილებული იქნა. და სინამდვილეში ფიქრობდნენ, რომ საკმარისად უნარიანი იყო იმისათვის, რომ ფული ეშონა და მეფის ანგარიში გადაეხადა. იმ დროინდელი ეკონომიკის პირობებში კაცს 1 ტალანტის საშუალებლად 20 წელი მოუწევდა მუშაობა. მისი საქმე უიმედო იყო, გარდა ერთი რამისა, რომ მეფე თანამგრძნობი და მადლიანი კაცი იყო. მან დაანაკარგი საკუთარ თავზე აიღო და მსახურს აპატია. ეს ნიშნავდა, რომ კაცი თავისუფალი იყო ციხიდან და მისი ოჯახიც არ იქნებოდა გაყიდული ვალის დასაფარავად. ეს იყო მხოლოდ ბატონის სიყვარულისა და წყალობის გამოხატულება. ჩვენ ვხედავთ, რომ ის კრედიტორი იყო. მსახურმა დატოვა მეფის თანასწრება და წავიდა და იპოვა თანამონა, რომელსაც 100 პენსი, ანუ ცენტი, კაპიკი ემართა. საშუალო მუშა დღეში 1 პენს შოულობდა. ამიტომ ეს ვალი უნიშნელო იყო იმასთან შედარებით, რაც მსახურს მეფის მიემართა 10,000 ტალანტი. საკუთარი თავის გათავისუფლების სიხარულის მეგობართან გაზიარების ნაცვლად, მსახური პირიქით ცუდად მოექცა ამ მეგობარს და აქეთ მოთხოვა ვალის გადახდა. მოვალემ გამოიყენა იგივე მიდგომა, რაც მსახურმა. მომთმენი იყავი ჩემთა და ყველაფერს გადაგიხდიო, მაგრამ უსამართლო მსახური არ იყო მზად სხვებისათვის მიეცა ის, რაც სხვებისათვის სურდა. შესაძლოა მას ჰქონდა კანონიერი უფლება ამ კაცის ციხეში ჩასმისა, მაგრამ მორალური უფლება ამისი არ გააჩნდა, იმიტომ რომ მას თავად ეპატია. და რატო არ უნდა ეპატიებინა თანამონისთვის? ის და მისი ოჯახი ხომ სირცისხლს და ტანჯვას გადაურჩნენ. ნუ თუ არ უნდა დაედო მას თავისი მეგობარი? და ჩვენ ხედავთ, რომ ის პატიმარი გახდა.
თავდაპირველად მეფემ ის ციხიდან გაანთავისუფლა, მაგრამ მსახურმა თავისი თავი უკან დააბრუნა ციხეში. და აი როგორ. მსახურმა სამართალი გამოიჩინა და თავისი მეგობარი რაღაცა პატარა თანხის გამო ციხეში ჩასვა. ეს რომ მეფემ გაიგო, მან თქვა, შენ მას სამართლიანობდი გინდა იცხოვრო? მაშინ სამართალი მოგესხვება. ასე ეს ბოროტი მსახური ციხეში ჩააგდეს მეფის ბრძანებით და აწამეს. ისე როგორც ის ხვებს მოექცა. არ არსებობს არანაირი მოსაზრება, რომ მისი მთელი ოჯახი გაასამართლეს. ბოლოს და ბოლოს ხომ მხოლოდ ამ მამამ შეურაცხო მეორე მსახური და უგულოყო მეფის სიკეთე. სოფლიოში ყველაზე საშინელი ციხე ეს დაუნდობელი გულის ციხეა. თუ ჩვენ უარს ვიტყვით სხვების პატიებაზე, ამითი ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს დავატყვევებთ და დავაპატიმრეთ და საკუთარ თავს ტანჯვას მივაყენებთ. ჩემს მსახურებაში ძალიან ბევრი უბედური ადამიანი შეხვდა. და ხშირად იყო ისეთები, ვინც სხვებს არ პატიობდნენ. ისინი მხოლოდ იმისათვის ცხოვრობდნენ, რომ რაღაცნაირად მოეძებნათ გზები, თუ როგორ დაესაჯათ და შური ეძიათ სხვებზე, ვინც მათ ერთდროს უსამართლოდ მოექცნენ. მაგრამ სინამდვილეში ისინი ამით მხოლოდ საკუთარ თავს ჭიდნენ. უბრალოდ კომენტარისთვის გავაკეთებ, რომ უფრო დასავლეთში შემხვდა ეს ტენდენცია, როცა შვილები მშობლებს მუდმივად ადანაშაულებდნენ. იმ ცხოვრებაში, რა ცხოვრებაშიც იყვნენ, ხო, ძალიან ბევრი ცოდულ ცხოვრებაში, ამაში ადანაშაულებდნენ მათ და რა თქმა უნდა მერე საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი ცნობილი ტენდენცია დასავლეთში. ამაზეა მთელი ფსიქოლოგები აგებული და მთელ ფულს ამაზე აკეთებენ. ჯონ უორენ რივსი აგრძელებს. ეხლა რა სჭირდა ამ კაცს? ალბათ იგივე, რაც ბევრ მორწმუნე ქრისტიანს სჭირს დღეს. მათ საკუთრივ მიიღეს ღმერთისგან პატიება, ეპატიათ მათი ცოდვები, ძველი ცხოვრება, მაგრამ არ განუცდიათ მათ სინამდვილეში გულის სიღრმეში ეს პატიება. ამიტომ მათ არ შეუძლიათ პატიების გაზიარება მათთან, ვინც მას უსამართლოდ ექცევა. თუ მხოლოდ სამართლიანობის მიხედვით ვიცხოვრებ ჩვენ, ყოველთვის ვეცდებით მივიღოთ ის, რაც ჩვენია. ანუ ჩვენ თავს ციხეში პირდაპირ გაგებით ვსვავთ. მაგრამ თუ პატიების მიხედვით ვიცხოვრებთ, ჩვენ უკვე სხვებს გაუზიარებთ იმას, რაც ღმერთმა ჩვენ უფასოდ თავისი მადლით მოგვანიჭა და გაგვიზიარა. მაშინ კი თავისუფლებით და სიხარულებით დავტყვებით ჩვენ ცხოვრებაში. პეტრემ სამართლიანი საზომის კვერთხი მოითხოვა. იესომ კი უთხრა, რომ ესწავლა პატიება და დაევიწყებინა ეს საზომი კვერთხი. ვადები, რამდენად, როგორ და ჩვენი უფლის გაფრთხილება ეს ძალიან სერიოზული რამ არის. მას არ უთქვია, რომ ღმერთი მხოლოდ იხსნის იმათ, ვინც სხვებს პატიობს. კიდევ ვიმეორებ, რომ ამიგავის თემა ძმებს შორის პატიება და არა ხსნა დაკარგული ცოდვილისათვის. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ღმერთს არ შეუძლია ჩვენი პატიება, თუ არა გვაქვს თამდაბალი და მონანიებული გული. ჩვენი გულის ნამდვილი მდგომარეობას იმით ვავლეთ, თუ როგორ ვექცევით სხვებს. როდესაც ჩვენი გული თამდაბალი და მონანიებულია, ჩვენ სიხარულით პატიობთ ჩვენ ძმებს. მაგრამ სადაც სიამაყე და შურისძიების სურვილია, იქ არ შეიძლება იყოს ნამდვილი მონანიება და ეს ნიშნავს, რომ ღმერთს არ შეუძლია პატიება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისი არ არის ღვთისგან პატიების მიღება, ან თუდაცხვების პატიება. ჩვენ უნდა განვიცადოთ ეს პატიება ჩვენს გულებში, რათა მან მერე დაგვამციროს, დაგვამდაბლოს და გვაქციოს ძალიან გრძნობიარეთ და მიმტევებლად სხვების მიმართ. იგავში მოხსენებულ მსახურს არ ქონდა ღრმა გამოცდილება პატიებისა და თამდაბლობის. ის უბრალოდ ხარობდა, რომ დათავისუფალი იყო და ციხეს გადაურჩა. მას არასოდეს მოენანიებინა სინამდვილეში. ასე რომ იყავით კეთილნი ერთმანეთის მიმართ, თანამგრძნობნი, მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა მოგვიტევა თქვენ ქრისტეს გულისთვის. ეფესალთა 4:32. მოითმინეთ ერთმანეთი, მიუტევეთ ერთმანეთს, შემდობი იყავით ერთმანეთისთვის, თუ ვინმეს რაიმე აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტე მოგიტევა თქვენ, თქვენც ასევე მიუტევეთ. კოლოსელთა 3:13.
მადლობა მოსვენისათვის.